და თბილისის მსგავსად პროტესტს დღეს ღამე ყველაზე სახალხო ზეიმი ჩაანაცვლებს ქვეყნის ყველა დიდ ქალაქში. ღია ცისქვეშ შეხვდებიან 2025 წელს ბათუმელები ზღვისპირა ქალაქის მოსახლეობა ზუსტად იქ შეიკრიბება, სადაც 34 დღეა ყველაზე მასშტაბური პროტესტი გრძელდება უცვლელი მოთხოვნებით. Უფრო კონკრეტულად, როგორ აპირებენ ბათუმელები ახალი წლის აღნიშვნას, ამის შესახებ თეა ბაშალომიძე ისაუბრებს, რომელიც პირდაპირ ეთერში გვერდდება ბათუმიდან. დიახ, დიკო, ტრადიცია უცვლელია. დღეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან 11 საათზე შეიკრიბებიან საპროტესტო აქციის მონაწილეები. სავარაუდოდ აღიქმება კადრში თუ რამდენად ცუდი ამინდია ბათუმში გადაუღებლად წვიმს, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლოსთან მაინც ბევრ ბათუმელს ელოდებიან. მე ჩვენს წამყვანებს თქვენ და მთავარი არხის მაყურებელს მინდა მიულოცო დამდეგი ახალი წელი, უსურო ბედნიერება, სიხარული, სიყვარული და აი ამ ტრადიციულ მოლოცვას უკვე წელს დაემატა, რომ ჩვენ მალე ყველას ევროპულ საქართველოში გვეცხოვროს. 11 საათისთვის, როგორც გითხარით, შეიკრიბებიან საპროტესტო აქციის მონაწილეები, მანამდე კი აქციის ორგანიზატორები და სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც ყოველდღიურად არიან საკონსტიტუციო სასამართლოსთან, ოფისებში იმყოფებიან და ემზადებიან ახალი წლის აღნიშვნისათვის, უნდათ რომ რაღაც სიმბოლური დატვირთვა მისცეს ახალ წელს. ჩვენ ახლა პირდაპირ ეთერში გავესაუბრებით მათ, ლარა, რომ მითხრა, მოკლედ, როგორ ემზადებით ახალი წლის შესახვედრად და რა იგეგმება საკონსტიტუციო სასამართლოსთან. დღეს ვცდილობთ, რომ ავიმაღლოთ განწყობა, მიუხედავად დაძაბული პოლიტიკური ვითარებისა და ყველა ერთად ის ადამიანები, რომლებიც აქამდე მოვედით ამ ბრძოლით, ყველა ერთად შევხვდეთ დამდეგ ახალ წელს, მთელ საქართველოს გილოცავთ დამდეგ ახალ წელს, გისურვებთ უსაფრთხო გარემოში ცხოვრებას და ისეთ პოლიტიკურ გარემოში ცხოვრებას, სადაც თქვენი უფლებები დაცული იქნება. ძალიან დიდი მადლობა, თქვენი საახალწლო მილოცვა და მთავარი სათქმელი. წვიმიანი ამინდის მიუხედავად ჩვენ ველოდებით ბათუმელებს და ბათუმელების სტუმრებს, რათა ერთად შევხვდეთ 2025 წელს, რომელიც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებების და გარდამტეხის მომტანი ქართული სახელმწიფოებრიობის ისტორიაში, იმიტომ რომ ამაზე დიდი გამოწვევა, რაც დღეს უდგას ქართველ ერს და საზოგადოებას რუსული ოცნების სახით, ვფიქრობთ, რა ვიცი, მე ფიზიკურად აღარ მახსენდება, იმიტომ რომ რეალურად ერთი წელია ქართული ოცნება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მას დაერქვას რუსული ოცნება და მოხდეს მისი ლუსტრაცია, იმიტომ რომ სხვა წარმოიდგინეთ, რომ იმის მაგივრად ჩვენს ახლობლებთან, ოჯახის წევრებთან ერთად შევხვდეთ ახალ წელს, გავერთოთ და როგორც ყველა ნორმალური ადამიანი უნდა იქცეოდეს ამ დროს, გვიწევს აი ამ წვიმაში ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოსთან და მთავრობის სახლის წინ ერთად შევხვდეთ ახალ წელს, რათა ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ გაიგონოს ჩვენი ხმა, რომ ასე გაგრძელება აღარ გამოუვა ამ ქვეყანაში. ძალიან დიდი მადლობა. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ საინტერესო საჩუქარი მოგიწყოს საახალწლო საჩუქარი ხელისუფლებამ, თქვენი მთავარი სათქმელი, ანუ თქვენ დაბარებული ხართ 13 იანვარს სასამართლოში, რომ თქვენ სამართალ დარღვევი ხართ, გადაკეტეთ ქუჩა, მიუხედავად იმისა, რომ ხალხი იმ დღეს არ იყო დიდი რაოდენობის. დიახ, ჩემი სამართალ დარღვევის საკითხებზე ცხადია არ ვისაუბრებ, იმიტომ რომ ქვეყანაში გვყავს ჩვენ რეჟიმის პატიმრები და ჩემი მთავარი სურვილი ამ 2025 წლის იქნება ის, რომ ეს რეჟიმის პატიმრები იყვნენ გათავისუფლებული. რატომ ვიკრიბებით დღეს? არა იმიტომ, რომ ახალი წელი ვიზეიმოთ. პრინციპში გავაცილოთ 2024 წელი, რომელიც იყო პოლიციური რეჟიმის დაშინების, ტოტალური არჩევნების გაყალბების და პოლიციური რეჟიმის ქვეყანაში, ამიტომ ეს მძიმე 2024 წლის გასაცილებლად ვიკრიბებით დღეს ჩვენ და ვუსურებთ ჩვენ ქვეყანას გამარჯვებას, ხნეობას, პატიმრების გათავისუფლებას და დემოკრატიულ სამართლიანი არჩევნების ჩატარებას. ეს არის ჩვენი მოთხოვნა, მიზანი და პროტესტის მთავარი მესიჯი, რაც იქნება დღეს და მანამ არ ვიზეიმებთ ჩვენ ქვეყანაში არაფერს, სანამ ეს ჩვენი მოთხოვნები არ იქნება აღსრულებული. ძალიან დიდი მადლობა, თედო. საახალწლო მოლოცვა რას უსურვებ საქართველოს, რამდენად ევროპულ ქვეყანაში უნდა ვიცხოვროთ ჩვენ 2025 წლიდან. კი, ჩვენი მთავარი სურვილი დღეს და ეს არის სწორედ რომ ახალი არჩევნები ჩატარდეს, დემოკრატიული არჩევნები და ისეთი არჩევნები, როგორც შეეფერება ამ ქვეყანას დემოკრატიულ სახელმწიფოს. რაც შეეხება ჩემს სურვილებს, ქართველ ხალხს უსურვებდი, რომ ევროპულ საქართველოში გვეცხოვროს 2025 წელს, ისეთ საქართველოში, სადაც ჩვენი ბრძოლა ამდენხნიანი ერთხელ სამუდამოდ დასრულდება გამარჯვებით და დარწმუნებული ვარ ამაში, რომ 2025 წელი იქნება ცვლილებების და სიახლეების მომტანი ამ ქვეყნისთვის და დიახ, ნამდვილად
ვიცხოვრებთ ევროპულ საქართველოში, დემოკრატიულ საქართველოში, ქართული ოცნების გარეშე და აუცილებლად კოალიციური ხელისუფლების. ძალიან დიდი მადლობა. აი ასეთია ამ ადამიანების განწყობა. ზუსტად 11 საათზე ისინი აპირებენ, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან შეიკრიბნონ, მათ შეუერთება უამრავი ბათუმელი და იმისთვის, რომ საახალწლო განწყობა შექმნან საკონსტიტუციო სასამართლოსთან ამზადებენ ბუნებრივია ქოლგებს, საწვიმარ ქოლგებს, იქნება მაგიდები და აუცილებლად იქნება მუსიკალური შესრულებაც. რამდენიმე ბენდი გამოვა დღეს საკონსტიტუციო სასამართლოსთან და იმღერებს. ეს ის ბენდები არის, რომლებმაც უარი თქვეს ქართული ოცნების ეგრეთ წოდებული ხელისუფლების მიერ დაგეგმილ საახალწლო ღონისძიებებში მონაწილეობაზე და ისინი დღეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან ქართველ ხალხს უმღერებს.